კია საგარეიშვილი განათლების კანონში ცვლილებას აპროტესტებს დეპუტატის თქმით 2011 წლიდან გათვალისწინებული სიახლე საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საგარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულის გარდა აფხაზური ენის ოფიციალურად დაშვების კანონში ასახვას. ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად გაუაზრებლად შეტანილი და მოდის ძალიან დიდი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხტა, სადაც წერია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. ჩამონათვალში შესაბამის მუხში ქართული ენა და ლიტერატურის სწავლება საგნობრივი ჩამონათვალიდან ამოღებულია პირდაპირ და წერია რომ სახელმწიფო ენის სწავლება იწარმოებს ამის მერე, არა და სახელმწიფო ენა არ არის, საქართველოს სახელმწიფო ენებია, თუ ესე გამომეკიდებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, იმიტომ რომ გითხარით, საქართველოს თელ ტერიტორიაზე ქართული ენა არის სახელმწიფო, აფხაზეთის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. მე მგონი იმ სახელმწიფოს, რომელსაც თავის ერთ-ერთ ეთნოსთან და ეროვნულ უმცირესობასთან ამგვარი პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ გვაქვს აფხაზებთან, ამის ამოღება სულ მცირე გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.